გამემშვიდობის. იცოდე გეოგრაფია, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ იყო განათლებული ადამიანი. გეოგრაფიის სწავლისას კი პირველი და ხშირად საბედისწერო დაბრკოლება არის ხოლმე ვისწავლოთ რუკა. მათთვის, ვინც ვერ ახერხებს რუკის სწავლას, გთავაზობთ გავერკვეთ ამა თუ იმ სახელმწიფოს რაობაში რუკასთან მიუსვლელად და უფრო მეტიც იმ სავაზრიდან წამოუდგომლად, რომელიც ეხა იმყოფებით. მაშინ ასე დავიწყოთ. რუსეთი ეს არის თქვენი კორპუსის სახურავი. ყველა მთავრობა გვპირდება, რომ პირველ რიგში ამ პრობლემას მოაგვარებს. მაგრამ ჯერჯერობით ვერცერთმა ვერ მოახერხა. სომხეთი ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ქვედა მეზობელი. ერთ შეხედვით კარგი ურთიერთობა გაქვთ. სალამი, ქალამი, მისვლა-მოსვლა, საჩუქრებით, მაგრამ როგორც კი სახურავის შეკეთებაზე მიდგება საუბარი, მაშინვე იმალება. აზერბაიჯანი ეს არის კაშნე. ხოლოდ მაშინ გვახსენდება ხოლმე, როცა აცივდება. თურქეთი ეს არის ბავშვობაში რომ გვასწავლიდნენ ხოლმე რომ 9-მთა სადაც ხაზღვას იქით არის ზღაპრული სამეფო. აი იმ ზღაპრულ სამეფომდე რომ 9-მთა და 9 ზღვა არის, ეგ არის თურქეთი. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ეგ არის თქვენი ფანჯრიდან რომ გადაიხედავთ და ხედავთ მშენებარე კორპუსია. ჯერ კარკასია მართალია, მაგრამ უკვე ეტყობა რომ მაგარი გამოვა. ევროკავშირი ეს არის кейფი მეზობელთან. იცი რომ იქ თბილა, გემრიელი კერძებია, კარგი მუსიკა და საერთოდ კარგი საზოგადოებაა შეკრებილი, მაგრამ დაპატიჟებული არ ახლა. ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის მშობლების ოთახი. ნებართვის გარეშე იქ შესვლა არ შეიძლება და გარეთაც ისე გიწევს ცხოვრება, როგორც იქ გადაწყდება. პალესტინა ეს არის ხაზის რადიო. ყოველდღე რაღაც ხდება, მაგრამ არავის არ აინტერესებს. ეგვიპტე ეს არის ორკასეტიანი მაგნიტოფონი. ადრე იყო დიდი და მაგარი, ეხლა არის დიდი. ბრუნეი. ბრუნეი ეს არის ნომრიანი სათვალე. თუ ზუსტად არის სად არის, ვერასდროს ვერ მიიღო. ანტიგუა და ბარბუდა. ისეთივე რაღაცაა, როგორც იმპლემენტაცია. ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ ყურში გესმის საზიზღად. ჩინეთი. ჩინეთი ეს არის ნებისმიერი ნივთი თქვენ სახლში. შეგიძლიათ ამოაბრუნოთ და წაიკითხოთ. და ბოლოს საქართველო ბეჭედია ბაჯახლო. ეს ბეჭედი ხანვის ეკეთა. ხანვის ამ ბოლო დროს ორი სხვადასხვა თითი ცდილობს ერთდროულად. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ინტერნეტ ნიუსი. დღეს თქვენთვის ინტერნეტიდან ახალი ამბები შეაგროვა და მიმოიხილავს ირაკლი კაკაბაძე. გამარჯობა. როგორ ახარ ირაკლი? კარგად, რა ვიცი, რა მიშვის. დღეს აბა რა თემაა?
დღევანდელ თემას სანამ გეტყვი. პატარა შესავალი უნდა გავაკეთო აუცილებლად. დღეს მოვდივარ სამსახურში. წყნარად ჩემთვის მოვდივარ მანქანით. არ ვნერვიულობ არაფერი. არა, ნუ ეხლა განა არ მაგვიანდება. მაგრამ არ ვნერვიულობ, უკვე მიჩვეულები არიან იქაც ვიცი და წყნარად მოვდივარ ჩემთვის. ნუ პატარა საცობი იყო, იქ გავჩერდი და ჩავრთე რადიო. 12 საათიან საინფორმაციო გამოშვებას უსმენ ხოლმე საერთოდ. სამსახური კი 11-ზე იწყება, როგორც ის. მაგრამ 12 საათიან საერთოდ უსმენ ხოლმე და იქ ინფორმაცია იყო ესეთი, რომ ნინო ბურჯანძე იმყოფებოდა პოლონეთში და იქ განაცხადა, რომ საქართველოში ზოგიერთ სფეროში უფრო ცუდი მდგომარეობაა ვიდრე ბანანის რესპუბლიკებში. აი ესეთი რაღაცა გავიგე და ნუ ძალიან გული დამწყდა. დავიძაბე, ნერვები მომეშალა. მაგრამ მე რო დაუფიქრდი, რომ გავაანალიზე. რა ვიცი, ზოგიერთ სფეროებში ხო უფრო ცუდი მდგომარეობაა ვიდრე საქართველოში. მაგრამ აი იმ დანარჩენებში ხო უფრო კარგი მდგომარეობაა ვიდრე ბანანის რესპუბლიკაში. შესაბამისად. და მომეშვა. მომეშვა ხა ქალბატონ ნინოს კი ვენდობი. მაგრამ მაინც რომ მოვედი ვიფიქრე, გადავამოწმებ მეთქი ინტერნეტში და აფრიკის ნიუსებს შევხედე ქვეყნების და შესაბამისად დღეს შემოგთავაზებთ აფრიკის ქვეყნების ახალ ინფორმაციებს. ნუ დავიწყოთ უგანდით. უგანდაში 26,000 პატიმარი შიშველი რჩება. ესეთი ნიუსია, ნუ გასაგებია, არ აქვს საშუალება რომ ჩააცვან და ნუ შიშვლები არიან. მაგრამ თვითონ სიტუაცია წარმოიდგინეთ, უგანდის ციხეში 26,000 შიშველი პატიმარი. ჯერ პრინციპში წარმოიდგინეთ უგანდა. მერე წარმოიდგინეთ უგანდის ციხე. ნუ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ციხეში, აი ეს ამ პრობლემის შემდეგ. ნუ დეტალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ტრადიციული პატიმრების გასეირნებას აღარ ქვია გასეირნება, ქვია ტანტალი. 26,000 პატიმარი გამოდის და დატანტალებს. რა თქმა უნდა, ეს მოტანტალე პატიმრები უკმაყოფილოები არიან ძალიან. პრეზიდენტმა განაცხადა უგანდის, რომ რა ვქნაო მე 26,000 შარვალი რომ მქონდესო, ეხლა აქ კი არ ვიქნებოდი. პრინციპში ვერც გამტყუნებ. შემდეგი ნიუსი კვლავ უგანდიდან. დააკვირდით ამ სურათს. უგანდის ეთიკისა და ინტეგრაციის მინისტრი მინიკაბების წინააღმდეგია. აცხადებს, რომ მინიკაბები უნდა აიკრძალოსო საერთოდ. ნუ ეთიკისა და ინტეგრაციის მინისტრს ხარი დაუჭირეს, რა თქმა უნდა, უგანდელმა პატიმრებმა. ყველას ჩამოართვით მინიკაბები და იქნებ რამე მაინც ჩავიცვათო. უგანდის ეთიკისა და ინტეგრაციის მინისტრს სასწრაფოდ გამოეხმაურა საქართველოს კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის მინისტრიც. დაურეკა და უთხრა შენც მაგარი თანამდებობა გაქვს. შემდეგი ნიუსი არის ნიგერიიდან. ნიგერიული თანამგზავრი ორბიტიდან დაიკარგა. თქვენ წარმოიდგინეთ, ქონდათ ესეთი. მაგრამ დაიკარგა. დაიკარგა, ნუ სასწრაფოდ ატყდა ერთი ამბავი მთავრობაში, დაიბარეს ადამიანი, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ თანამგზავრზე. ნუ ამ კაცმა თქვა, რომ რა ვქნაო, სულ ერთი წამით ჩამოუწია თავი, რომ მალები დამესვენებინა კისრისო და რო ავიხედე აღარ იყო. კაი, შენი ჭირით წაუღიაო, მთავრობამ უთხრა. და უბრალოდ მაინც განცხადება გააკეთეს, რომ მოსახლეობაში რომ ძალიან ფრთხილად იყავითო, ეგ თანამგზავრი სად დაეცემა, კაცმა არ იცის. შემდეგი ინფორმაცია არის სამხრეთ აფრიკიდან. სამხრეთ აფრიკაში ყველამ ვიცით, რომ შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში და სამხრეთ აფრიკის მთავრობამ გამოაქვეყნა, ნუ იქ უამრავი ტურისტი ჩავა და გამოაქვეყნა სია, რას უნდა ერიდონ ეს ტურისტები, რა არის საშიში. ესენია: ძარცვა, მალარია, გველები, ნიანგები, ბეჰემოტები და მზის დარტყმა. ნუ ეს სია ალბათ ცოტა ადრე გამოქვეყნა, იმიტომ რომ ეხლა ამას დაემატება ნიგერიული თანამგზავრი ზემოდან ჩამოვარდა. შემდეგი ინფორმაცია სომალიდან.
სომალის ელჩმა რუსეთში განაცხადა, რომ ჩვენ და რუსები ძალიან გავართ ერთმანეთს. მართლა განაცხადა და მე თქვა, რომ აი თუ არ გჯერათო, აი ჩვენი მეკობრეებიო, გემს როცა დაიპყრობენო, უნდა ნახოთო ზუსტად ისეთ რაღაცებს ეზიდებიანო, როგორც რუსები. და ბოლოს ყველას გვაინტერესებს, რომ აი ეს სავალალო მდგომარეობა აფრიკაში და რა შვება ახლა მსოფლიო ან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომ რაღაცით დაეხმარონ და რა თქმა უნდა უპრობლემოდ ვიპოვე ეს ინფორმაციაც. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს მისიის თანამშრომელი გაუპატიურებისათვის დააკავეს. აი ეს იყო დღეისათვის ჩვენი ინტერნეტ ინფორმაცია, გემშვიდობით მომავალში კიდევ შემოგთავაზებთ. რუბრიკა არის უკვე ყველასაც ნაცნობი თამაში ტვინების ომი. დღეს შემოგთავაზებთ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან გიორგი, რომელმაც ფეხბურთს თავი დაანება და სწავლა ამჯობინა, და ნინო, სტუდენტი, რომელიც მეოთხედფინალების წაგებულებს შორის საუკეთესო იყო. ვიწყებთ პირველ ნახევარფინალურ თამაშს ტვინების ომი. დღევანდელ ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან მეოთხედფინალის გამარჯვებული გიორგი და მეოთხედფინალში დამარცხებულებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე მოთამაშე ნინო. თითოეულ სწორ პასუხზე მიიღებთ 2 ქულას, არასწორ პასუხზე ქულას ვერ მიიღებთ. იმ შემთხვევაში თუ არც ერთი პასუხი არ იქნება სწორი, სწორ პასუხთან მიახლოებული ვერსია მოგიტანთ 1 ქულას. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ნახევარფინალში გამარჯვებული მიიღებს 300 ლარს, ხოლო დამარცხებული მიიღებს 100 ლარს. და ასევე შეგახსენებთ, რომ პასუხი არ ვიცი ჩვენ თამაში არ მიიღება, იმიტომ რომ ეს არის ტვინების ომი. გიორგი, ნინო, მზადახართ? კი. დავიწყეთ. რამდენი წელი ატარა მოსემ ებრაელები უდაბნოში? ეგვიპტიდან წამოიყვანა და მიიყვანა ისრაელში. ეგვიპტე და ისრაელი ხო მეზობლები არიან? რამდენი წელი მოუნდებოდა? ყველაზე მცირე 1 წელი. ეგეთ პასუხი ყველაზე მცირე უნდა მოვაშოროთ და 1 წელი უნდა მივიღო. შენი ვერსია რა არის, ნინო? 40 წელი. 40 წელი. შენი? 1. კაი ბატონო. გვაქვს ორი ვერსია, რომ მოსემ ებრაელები ატარა ეგვიპტიდან ისრაელამდე 1 წელი და მოსემ ებრაელები ატარა 40 წელი. სწორი პასუხია, რომ მოსემ ატარა ებრაელები 40 წელი. პირველი 2 ქულა ნინოს. იოცო ნინო. შემდეგი შეკითხვა. რომელ ქვეყანაში ტარდება კანის კინოფესტივალი? გიორგი. და გასწრო ამჯერად აბა გიორგი. ლოს-ანჯელესში. ლოს-ანჯელესში ტარდება კანის კინოფესტივალი. კი. კი ბატონო. ნინო, რას ფიქრობ? ქვეყანა ამერიკა. ქვეყანა არის ამერიკა. დიახ. და ტარდება კანის ფესტივალი. ლოს-ანჯელესთან რა საწინააღმდეგო გაქვს? ქალაქია. ეს ქალაქია? ბრაზილიაში. ლოს-ანჯელესი არის ქალაქი ბრაზილიაში. ამერიკაში ტარდება, ანუ ქვეყანა ამერიკა. კარგი, ქვეყანა არის ამერიკა. კაი ბატონო, გვაქვს ორი ვერსია. კანის ფესტივალი ტარდება ლოს-ანჯელესში, ქვეყანა ლოს-ანჯელესში და კანის ფესტივალი ტარდება ქვეყანა ამერიკაში. სწორი პასუხია, რომ კანის კინოფესტივალი ტარდება საფრანგეთში. და ამერიკა იდეურად უფრო ახლოა საფრანგეთთან ვიდრე ლოს-ანჯელესი. იმიტომ ლოს-ანჯელესი არ არის ქვეყანა, საერთოდ ეგეთი არ არსებობს. 1 ქულა ნინოს. შემდეგი შეკითხვა. ვინ არის ავტორი ნაწარმოებისა სტუმარ მასპინძელი? გიორგი მიპასუხე. წერეთელი. წერეთელი ვინ? აკაკი. აკაკი წერეთელი. ვაჟა-ფშაველა. ნინოს პასუხია, რომ ვაჟა-ფშაველა. ხوار გადაიფიქრე შე.
ვინ არის? ან შენ ხო არ გადაიფიქრე? არა, ვაჟა-ფშაველა. ეგ გასწორი. სწორი პასუხია ვაჟა-ფშაველა და ნინოს სწორი ქულა. შენ მართალია ყველა კითხვაზე ასწრებ თითის დაჭერას, მაგრამ სწორი პასუხია ამჯერად მოგასწრო ნინო. შემდეგი შეკითხვა. გაიხედეთ მონიტორისკენ. რომელი ქვეყნის დროშაა მონიტორზე? ევროპის ქვეყნიდან არის ეს კალათი. ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან არის. რას ხედავ დროშაზე? რაღაცა მე მგონი ფოთოლის სტილი. ფოთოლის სტილია თუ ფოთოლია ის? რასაც ფოთოლის სტილი, რა ვიცი. ეგეთი ფოთოლი გინახავს? კი. და ფოთოლის სტილი რატო არის და რატო ფოთოლია? აუ შეიძლება სხვა რამე იყოს. და თუ ეს დავუშვათ ფოთოლია და არა ფოთოლის სტილი. რომელი მცენარის ფოთოლია? ლეგვის ალბათ. ლეგვის? ანუ ლეგვის ფოთოლია დროშაც. ისი? პლანის. პლანი და მცენარია. მცენარი. კანაპი. გინახავს კანაპის ფოთოლი? დამენახე. ეგეთია? ესეთი არა, მაგრამ კი წააგავს. ყველა ფოთოლი წააგავს. გვაქვს ორი ვერსია. ევროპაში რომელიღაც ქვეყანას აქვს კანაპის ფოთოლი დროშაზე, გვიმტკიცებს გიორგი და ნინო იძახს რომ ლეგვის ფოთოლია ეს. არა, ჰოლანდიის დროშა იქნება ალბათ. ჰოლანდიის დროშაა და აქვს ლეგვის ფოთოლი, ხო? არა. კანაპი. კანაპი რო არის და უჯერე შენს. და არის ჰოლანდიის დროშა. გიორგი ხო არ გადაიფიქრე? რომელს შეიძლება კონდეს კანაპის ფოთოლი? მგონი ბელგიას, აუ. ბელგიას? რატო? ინტუიციამ განახოს. ინტუიციამ განახოს. რამდენი რამეს განახობს ახლა შენ ინტუიცია. ერთი რომ ეს არის კანაპის ფოთოლი, მეორე რომ ევროპის ქვეყანას აქვს და მესამე რომ ბელგია. ხშირად გიმართლებს ხოლმე ინტუიცია. არც ის. ცისე. ნინო. ჰოლანდიას ვიტყვი. ჰოლანდიის. კარგი ბატონო. სინამდვილეში ეს არის კანადის დროშა. კანადა არ არის ევროპული ქვეყანა. რადგან ბელგიისა და ჰოლანდიისგან ჩრდილო დასავლეთით მდებარეობს კანადა. ამ ორ ქვეყანას შორის, ბელგიასა და ჰოლანდიას შორის, რომელიც უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს, ის არის სწორი პასუხი. შევთანხმდეთ? ამ ორ ქვეყანას შორის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს ჰოლანდია და ერთი ქულა გილოცავ ნინო. შემდეგი შეკითხვა. რა აწერია საქართველოს გერბზე? აი, აკვასტრო გიორგი. რა აწერია? ხო. თუ რა ხატია? რა აწერია? ჰიმნი. საქართველოს გერბზე აწერია ჰიმნი. არა, მოიცა ძალაერთობაშია. ძალაერთობაში. ძალაერთობაში აწერია საქართველოს გერბზე. ამე რაღაც. შეიძლება ფიქრობ ნინო? საქართველო. საქართველოს გერბზე აწერია საქართველო. კაი. გიორგი. როგორ გამოიყურება საქართველოს გერბი? რა ხატია? ძალაერთობაშია რა ეგა მე მგონი. და რა ხატია? ორი ლომი. ეკიტაკი და შუაში რა უჭირავს ორ ლომს? მგონი თასი რაღაც სიძლიერის სიმბოლო. თასი? ხო რაღაცა მე. თასი სიძლიერის სიმბოლოა? ეს სახადია რა სახელმწიფო მე მგონი თუ რაღაც. სახელმწიფო ხატია? კაი. ტოვებ ვერსიას საქართველოს. გვაქვს ორი ვერსია. კითხვაზე რა აწერია საქართველოს გერბს? საქართველო და ძალაერთობაშია. სწორი პასუხია ძალაერთობაშია და ორი ქულა გიორგის. ოჩა გიორგი. ეგ არ მიშველს. ბოლო კითხვა. ყურადღებით. რამდენია 8-ჯერ 7? გიორგიმ დაასწრო ტრადიციულად. აბა გითხარი, რამდენია 8-ჯერ 7? 54. 54. 54. 54 ძახი შენც. კარგი. ხო არ შეგიცვლია პასუხი გიორგი? იცი? 63. 56. აუ, 53. ნევი მაგრამ. ინფორმაცია სჭირდება დამუშავება და დახარისხება. 63-ო ვინ თქვა? მე. შენ ამბობ რომ 63-ო. შენ ამბობ რომ ახალი ვერსია 56.
აბა 54 საიდან გაჩნდა? 2 მივუმატე და გაჩნდა მარით. რატომ მივუმატე? სწორი პასუხი მივიღე. მანამდე 54 საიდან მიიღე მაშინ? მანამდე მოვიფიქრე. ესე იგი 63 56 სინამდვილეში 8-ჯერ 7 არის 56 და ორიკულა გიორგის. ამით რევანდელი თამაში დამთავრდა ნინოს გამარჯვებით. ნინო გავიდა ფინალში. წარმატებები ორთად. გასწანებთ. აგილოცობთ. ბარაკ. უკვე 3 კვირაა წერილებს გწერ და შენგან პასუხი არ მოდის. 1-2 წერილიც კიდე და სიყვარული მეტი კი არაფერია. მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს მაინც გამოვაცხობთ მე-4 წერილს და ამაში ჩემთან ერთად ირაკლი კაკაბაძე მიიღებს მონაწილეობას. გამარჯობა ირაკლი. კალამი მოგიტანე როგორც ყოველთვის. მადლობა. მაქვს. აი სამოვიხ. როგორ ფიქრობ? რატო არ გვიგზავნის პასუხს? რა ვიცი, ძალიან ბევრი ვიფიქრე მე სიმართლე გითხრა მაგაზე და ერთ აზრამდე მივედი რა. მე მგონი გამოგვიგზავნა. და ჩვენმა უშიშროებამ ჩაიგდო ხელში ეს წერილი და გვიმალავენ. არა მგონია. უშიშროებას მაგისთვის აცალია, ხა კულტურაზე არის გადართული. მეც ფიქრობდი და იცი რა პრობლემასთან მივედი რომ მე მგონი წერილი არის მოძველებული ფორმა კომუნიკაციის. კი, მართალი ხარ. რამე სხვა ხო არ გვეცადა. სიმართლე გითხრა მე კი ვცადე. Facebook-ში და ოდნაკლასნიკებში ვნახე. მაგრამ მაგის სურათით ვიღაც სხვა არის დარეგისტრირებული. მე მაინც მგონია რომ მოდი დღეს წერილი კი არ გაუგზავნოთ. აბა? წერილში აღარ უნდა მივწეროთ. ყველაფერი იცი საქართველოს შესახებ. პრინციპში ყველაფერი მივწერეთ. მოდი გაუგზავნოთ სურათები. ხო, კაი. ჩვენი ქვეყნის შესახებ, რა ვართ, მიმყავს. ხო. სულადვილად აღიქვა. სურათები გვაქვს. ოღონდ უნდა უხსნათ რა არის. რა თქმა უნდა, აბა ისე სურათები. აი მაგალითად. ეს სურათი. ეს არის თბილისის სურათი, აღებული Google-ის მეპიდან. კოსმოსიდან გადაღებულია თბილისი და მივწერო აი მარჯვნივ რო ხედავთ პატარა რაღაცას ეს არის დიდი ხომი. მარცხნივ რო დიდი რაღაცა ჩანს, ეგ არის თქვენი საელჩო. ო, კაია. აი კიდე ეს საუცილებელია. ეს არის საქართველოს ფინანსური ცენტრი. რა არის? საქართველოს ბანკია? არა, კაცო, ეს არის ტოტალიზატორი აჭარა. ეს ნახე როგორ გისურვებთ ეს ამაში? ხო, ამაზე მიწერო არჩევნების დროს თქვენი ძეგლი დავდგით თბილისში. მარჯვენა მხარეს არის მაკეინი, მარცხენა მხარეს სკულპტორმა ვეფხის სახით თქვენ გამოგაქანდაკეთ. ხო. კარგი იდეა. ხო? და მე უკვე გადავიდეთ ისეთ ცნობილ ქართველებზე, რომლებიც არ ეცოდინება. ხო, ეს საუცილებელია. ეს სიგარას რომ ეწევა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი. კი ბატონო, მაინც მივაწერო ამ მომენტისთვის. ხო. ხო, აი ნახე, ეს ედუარდ შევარდნაძეა. შევარდნაძის სურათი რა დონდა? აბა ჩვენ რა გვინდა? აი ხო, ეს აქეთ გადავაგდე. გადავაგდე და ესენიც აღარ გვჭირდება მე მგონი ეს კეზერაშვილი, ნოდია, ალასანია. ალასანია ჯერ ნუ გადავაგდე ფიქ ჩადეუჭი. აი აჰა. შენი ხათრით ჩავდე. ნახე რა საინტერესო? ხო, ამაზე მიწერო ეს არის რაღაცნაირი ოჯახური პარტია. აი ეს სრული და კიდე უფრო სრული კაცი ძმები არიან. ო, კარგია. აი ეს თმიანი და წვერებიანი და ეს მარტო წვერებიანიც ძმები.
ესენი ცოლქმარი. კი. ეს? ხოლო ეს დავით ზურაბიშვილი. აი კიდე ეს აუცილებელია. ეს შრეკს რომ გავს პაატაა დავითაევი. ეს ირაკლი ოქროაშვილია. ხო, ეგრე მიწერე პირდაპირ. ეს ეიფელის კოშკი. ეიფელის კოშკი არ არის საქართველოში. ო, ოქროაშვილი ხო რას ამბობს? ესენი არიან ბოკერია და ადეიშვილი. არაფერი რო არ ჩანს? ეგენი არ ჩანან ხოლმე. და ყველაზე მთავარია ეს ორი სურათი. ეს ჩვენი სურათებია ბიომეტრული რა. ეს აქ არის ჩვენი სამსახურის ცნობა, ხელფასის ცნობა და ჩვენი დეკლარაციები და აბა შენიც ითქო მიზეზი. გინდა მე გავგზავნე ახლა ამას. ამჯერად. კარგი, მაგრამ საიდან აპირებ ამის გაგზავნა? აი ხვალდით მივალ ამერიკის საელჩოსთან დავდგები და პირველი გაბადრული სახით ვინც გამოვა და ველაპარაკები. ჩვენი გადაცემის მომდევნო რუბრიკა პრესის მიმოხილვა, რომელსაც წარმოგიდგენთ გიორგი ჯანელიძე, ირაკლი ვახტანგიშვილი, დავით ლაბაძე და ირაკლი გაგაბა. დავიწყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოხდა ამ კვირაში? ამ გაზეთს თუ დაუჯერებთ, პირველი გვერდის მიხედვით მინისტრების გადადგომა. ყველაფერი ეხება მინისტრების გადადგომას თითქმის. ტყეშელაშვილი, ლომაია სარგეზე ამზადებენ. ვაშაძე რუსეთის მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს. კულტურის მინისტრი ნინო სუხიშვილი ხდება. გვარამია განათლებას შოკი პედაგოგებისა და მეცნიერებისათვის. და მოხსენის სუპერ სუდოკუ. ერთი გაეპარათ მაინც. მინისტრების ამბავი კაიქნეს ისე. აქ ირაკლი ალასანიას ელოდებიან ძალიან. აქაც. ისე. მაგარი რა წერია, როდის ჩამოდის? არიცია. მაგარი ქვეყანა ვართ. მთელი მსოფლიომ საახალწლოდ სანტა კლაუს ელოდება და ჩვენ ირაკლი ალასანია. ჩამოგვიტანს ნაზუქებს, კამფეტებს. აქ წერია, რომ 15 დეკემბერს ჩამოდის. იციან ამათ. და სურათია, გამყრელიძე და უსუფაშვილი ელოდებიან რა. ეგეთ სახეებია. მაგაც ეგეთ სახეებია. და ამ სურათს აქვს ქვემოთ ეგეთი რაღაც წერია. გამყრელიძე და უსუფაშვილი გაერთიანების ფორმირებას ერთ თვეში დაასრულებენ, თუ მანამდე რაიმე მიზეზების გამო პროცესები არ დაჩქარდა. დაჩქარდა არის ალბათ ალასანია 12-ში თუ ჩამოვიდა. ნახე. ერთ-ერთი ოპოზიციონერი ამბობს ალასანიაზე. ამ კაცს ოპოზიციის ლიდერად თავის წარმოჩენის უფლება არ აქვს. ოპოზიციონერად რომ ეკურთხო, რეზინის ხელკეტი 9-ჯერ მაინც უნდა მოგხვდეს და 3-ჯერ მაინც უნდა ჩაისუნთქო მომწამლავი გაზი. ეთქობა ისინი მაგიტო ელოდებიან, რომ ჩაასუნთქონ. ესე დგანან და ერთიც. სამი დარწმა და ოპოზიციონერი. ობა დავით ისიც რა ძნელი ყოფილა. ისე ვიგ დაურჩენილი ყავით. ობა დავითაშვილი არის სამგზის ოპოზიციონერი. დარტყმების რაოდენობით. ჩასუნთქვებში მაგას ხვევი ჯობია.
საქართველოში რუსეთის ინტერესებს შვეიცარიის საელჩო დაიცავს. აი, ისეთი ინფორმაცია რა. ეხლა რომ შვეიცარიის საელჩომ დაგვწყოს. აი, მაინც მაგრები ვართ რა. ნატო საქართველოში. ჩვენ ვერ შევედით და ისინი შემოვიდნენ. ერთი წესიერ სათაურიანი გაზეთია, ნახე რა თხებია. მან თავდება პრესა საქართველოს. შემოვიდნენ და დამთავრდა. საინტერესო იყო კიდე ძალიან იმედის ამბებზე რა. აი, გოგი ჯავაშვილის განცხადება იყო, რომ ესე იმედიო, მე ძალით მომაწერინეს ხელიო, ეს აქციების ფლობელი იყო და ესეც სათაურიანი. იმედის წაგლეჯვის დეტალები. დეტალებში ყვება როგორ წაგლეჯვა იყო მაგ პარტიაში. ისე წაგლეჯვათო იყო, ჯოზეფი საიდან შეეტენა. მაგას რატო შეეტენე? მინუს დენში ჩააგდეს და ასტროგი იყო მაგა. ეგრევე ხიშტი -200. -200 კი არა, -200 მილიონი. აი კიდე ოპოზიციაზე. დავითაია ოპოზიციაში შეგზავნილი იყო ნესტან კირთაძე ამბობს. სიგარეტზე შეაგზავნეს. შემორჩა მე. ეთი მომიგიდო რაღაც საინტერესო მაგაში. კომპიუტერთან რაღაც საინტერესო. ეს სიგარეტის უაღარ ახსოვს. გარეთე ოდერია სად არის ეს დავითაია? ის სურათი ხო იცი ალასანიას რო ვითომ რო ელოდებიან. მაგას ელოდებიან სიგარეტი. აქ არის პოლიტიკოსების რეიტინგი. ნინო ბურჯანიძე 19%, ირაკლი ალასანია 14, გამყრელიძე 8, ნათელაშვილი 6 და სხვა 5. გახლეჩილია ერი რა. და სხვაში რამდენი ლიდერია? ბევრია, მაგრამ ჯონ დიძახს მარტო მე ვარო ეგ სხვა. ჯონდი მე მგონი ბოლოა, არც ერთ 38. ქართულ შოუ ბიზნესშიც მაგარი რაღაცები ხდება. მომღერალი ნინა ამბობს. ვერ უძღები სათვალით და ფეხსაცმლით. კურს არ ატანს და როგორ არა და ცოტა დაიკლო თქვა ამ დროს კი ფიქრობდი. აი საკმაოდ ხმაურიანი სათაური. ვაშაძეს რომ კითხოთ მაპის მიუღებლობის მიუხედავად ყველაფერი მიგვიღია. დაჟე ბებია ჩვენისაც კი. просто ეს ბებია ჩვენის მოგვივიდა ცოტა მეტი რა. 2009 წელი გერმანიის ავტობაზრისთვის კატასტროფული იქნება. აბა რა ეგონა ევროპას რო გვიმარტივებდა ამ სავიზო რეჟიმს. რო შევესევი. რაც კაინახმარია. სამს წამოვიყვანთ თითო. ამათ რა უცნაურად გაუგიათ რაც მოხდა მინისტრთა კაბინეტში. საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს. როგორ აღმოჩნდა დიმა ობოლაძესთან პირდაპირ ეთერში მოცეკვავე მუმია.
თვითონ ხო, დიმა ჯერ ჩეულებრივი მუმი აღმოჩნდა და დიმა რო დაინახა, მე აცეკვდა. თვითონ დიმა ობოლაძე როგორ აღმოჩნდა მაგ სტუდიაში? მუმიას მიყვა. ჯორჯ კლუნი ყარაჩოღელობაზე იქაჩება. აი ეცათა ორთა ჭალაში დასეირნო. აბა ერთი მუშტი კრივში ვნახეთ ვინავა. ბაიათებს აღიღინებს. ეხა ტიუს აკეთებს. კი და ტურფებს თვალს აყოლებს. აუ ისე ჯორჯ კლუნი იმ შარვალში მაგალითად. ბრიტანელებმა საუკეთესო მუსიკოსების ასეული გამოაქვეყნეს. რა ბედნიერები არიან, 100 ყავთ. კაპიტანმა მგზავრებს კატასტროფის შესახებ აცნობა და პარაშუტით გადახტა. აი, ყურადღებიანი კაპიტანი. ხო შეზორო არ ეთქვა. არა. როგორ არ შეიძლება? მან მე მგონი ისე ბოლო პარაშუტით გადახტა. ან ყველა. გაციების მკურნალობა ყოველწლიურად სულ უფრო ძვირიჯდება. ერთმანეთს რო ხვდები, რა დაგიჯდა? წელს რა დაგიჯდა? ნუ ჩემი ახლობელია იქ და იაფად გაგვიკეთა. ჩვენ განვადებით გავაკეთეთ. სესხის ფორმა იქნება ძალიან მაგარი, რომ მიგიხარ. ცნობა იმის შესახებ, რომ გაციებული ხარ. სამსახურიდან ცნობა. ტეორიული ექსპერტი მიზნობრიობას რო გიკონტროლებს. იმ წეთებს მართლა ცხვირში ისყავს. აჰა, ხელისუფლებაში ალასანიას მოსვლით სააკაშვილიც არანაკლებ არის დაინტერესებული. ხო, ყველა პათოსი ის იყო სხვა გაზეთებში, რომ საშიშია და აბა გავიქეცით და ეს. სააკაშვილიც დაინტერესებული ყოფილა. ინფორმაციის წყარო ვინ არის? სოსო შატბერა. შენ და სოსო შატბერაჩი მაგას ძალიან აწყეთ. შატბერაში საოცარი აღოა აქ რა. ვათაშორის გამართდება მე ადრე თუ გვიან და მე დაგცინებ. შენ და შატბერაში. ხატია სიჭინავა აცხადებს. მან თავდება ხო? ძალიან მომენატრა ტელევიზია, მაგრამ დღეს იქ მუშაობას ვერ დაიწყებ თუ პატრონი არ გყავს ან საყვარელი. მე პატრონი მყავს. მეც პრინციპში პატრონი. მე დღეს მომით გემშვიდობა.